დიანა, დარწმუნებული ხარ, რომ არავინ არ არის? არა, სმაილ, ჩემი მშობლები სახლში არ არიან, მაგრამ ჩემი და არის და ძინავს. დიანა, ძალიან მშია. წამოდი გაჭმევ. დიანა, ხომ მაგარია დღეს შენი მეგობრების და პროვასტის გარეშე რო ვართ? ხო, სმაილ, მხოლოდ მე და შენ ვართ და ჩემი პატარა და, რომელიც უკვე საათებია ხრინავს. აბა სმაილ, რა გინდა, რძე თუ ტორტი? დიანა, რძე მინდა და ნამცხვარი და ეს და სოსისები გააქვს? სმაილ, მხოლოდ რძე და ტორტია, სასისკები არ დიანა, კიდე რა არის, გემრიელი, შოკოლადი გააქვს და ნაყინი? სმაილ, სავსე იქნები მაგისთვის. ეხლა რძეს დალევ და ტორტ შეეჭამ, შემიძლია ჩაი შემოთავაზო. კარგი დიანა, ახლა მთლიანად შენი ვარ. ხო იცი, მაძღარი კაცი კარგი კაცია. კარგი სმაილ, ყველაფერი იქნება, შენ და ჯექი. სმაილ, სანამ მე ტორტს მოგიჭრი, შეგიძლია რომ მაგი დაალაგო, იმიტომ რომ ჩემი პატარა და თუ დაგვინახავს, დამიჯერე მშობლებთან ჩაგვიშვებს. ხო დიანა, ნამდვილად არ მინდა რომ მამა შენ მაგაიგოს, შენი სტუმარი რო ვიყავი. კარგი სმაილ, მიდი ჩქარა ჭამე. დიანა, შენ არ ინერვიულო, ამასაც შევჭამ და ამასაც შევჭამ. კარგი, ოღონ ჩუმად, დანას შევამოწმებ. გამარჯობა სლავა, არ ინერვიულო, დიანას სახლში ვართ, მხოლოდ მე და დიანა და მისი პატარა და ყველგან ხრინავს. ხო, არა უშავს, ახლა რძეს ვსვამ და ნამცხროს ჭამ. ისევ ვფიქრობ მე და დიანა ერთ დღეს დავქორწინებით, მაგრამ ახლა მთავარია მამამისმა არაფერი არ უნდა გაიგოს. კარგი, წავედი, მერე დაგირეკავ. დანას ძინავს, კიდე კარგი. ახ, შეპატარა თხა, შოქიც არ გამოგირთავს. არ მესმის ვინ არის პატარა თხა და დიანა ასე ჩუმად რატო ლაპარაკობს? იქნებ მარტო არ არის. დანა, უნდა წახვიდე და გაარკვია ყველაფერი. დიანა, ყველაფერი კარგადაა? სმაილ, ხომ გითხარი, დანას ძინავს, მაგრამ ჩუმად უნდა იყო, იმიტომ რომ თუ გაიღვიძებს, მართლა ჩაგუშვებს პრობლემთან. კარგი დიანა, გასაგებია, მიდი რძე კიდე დამისხი. სმაილ, ხელები არ გააქვს, შენით ვერ დაისხავ ამ რძეს? დიანა, ისე ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? სმაილ, შეგვიძლია ფილმს უყუროთ მისაღებ ოთახში? კარგი და მაკოცებ? სმაილ, არა, ჩემ სახლში ვერ გაკოცებ. რატომ? კლასში ხომ კოცნი ხოლმე? სკოლაში კი, მაგრამ სახლში სრულიად განსხვავდება. იცი დიანა, შენთან დარჩენას ვაპირებ ღამე, დედაჩემს და მამაჩემს ვეჩხუბე, სახლში ვერ დავუბრუნდები. კარგი სმაილ, მაგრამ ჩუმად უნდა იყო. სტუმრების ოთახში გაგიშლი საწოლს. კარგი, ნამცხვარს მერე დავამთავრებ. წამო, რამეს ვუყუროთ. სმაილ, არჩი რა ფილმს უნდა ვუყურო? არ ვიცი, რამე ახალია ვარჩიოთ. კარგი, ოღონ ჩუმად გთხოვ. შეიძლება შენთან შხაბი მივიღო. სმაილ, გაგიჟდი რა შხაპი? დიანა, დღეს ვარჯიში მქონდა, დასრული ხო არ დავიძინებ. სმაილ, შეგიძლია უბრალოდ გაჩერდე კიდე ერთი სიტყვა და იცოდე სახლში გაგაგზავნე და მოგიწევს დაძინება დედა შენთან და მამა შენთან და მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ ერთმანეთს ხვდებით, აქ სტუმარი ხარ. ხო, აბა მე რა ვთქვი, წამო კინოს ვუყუროთ. აჰა, გავიგე. მათი რომანტიკული პაემანი უნდა ჩავაშხამო. ეს დაინახე სმაილ, ძალიან მეშინია. იქნებ უბრალოდ მაკოცო, ვერავინ გაიგებს. არა, ჩემ სახლში ხარ. გამარჯობა ჩირლიდერებო. მომისმენთ, ასეთი რაღაც მოხდა. დიანა მთხოვა რომ თქვენთვის დამერეკა და დამეპატიჟებინეთ სახლში. ხო, შეგიძლიათ ბროვასტით წამოიყვანოთ, იმიტომ რომ დიანამ ძალიან მოიწყინა. ხო, მოდით ყველა. კარგით, გნახავთ მოგვიანებით, კარგად? კარგი დიანა, მორჩა, ახლა ნახავ. არ მესმის რატო არ გაიქცა, სარდაფში რატო ჩადის? არ ვიცი სმაილ. ეს გაიგე? მე არაფერი გამიგონია, შენ და ძინავს, არ ინერვიულო. არა ბავშვებო, გითხარით რომ დიანა დაგუპატიჟებდა, მაგრამ იანა თავიდანვე არ დაგვიძახებდა მაშინ? მე ძალიან მშია. კარგით ბავშვებო, ახლა შევჭამთ და მერე ფილმს ვუყურებთ. დიანა, ეს შენი მშობლები არიან? გოგოებო, როვასტი, აქ რას აკეთებთ? დიანა, მადლობა რომ დაგუპატიჟე, სკოლაში ძალიან მოვიწყინეთ. გეთანხმები იანა, დიანა, შენ წახვედი, ჩვენ ვერ გავაცდინეთ. დიანა, რამე საჭმელი გააქვს? დიანა, რატომ არ გითხარით წასვლას რომ აპირებდი? სმაილ, გამოდი, ჩემი მშობლები არ არიან. გოგოებო, როგორ შემოხვედით? მე ხომ არც დამირეკავს. ვაუ, კარგია რომ შენი მშობლები არ არიან. დიანა, ისე შორს ცხოვრობ, რომ ტაქსით წამოვედით. ხო, და ახლა ფული აღარ დაგვრჩა უკანა გზისთვის, ამიტომ არ გვრჩებით. ხო, დღეს ღამე ჩვენ მაგრა გავერთობით. ვაუ, ბავშვებო, არ მჯერა რანაირად არ ითვალისწინებთ არაფერს. კარგით მოეწყვეთ. დიანა, ამით რას გულისხმობ? სმაილ, ვერ გაიგე რა თქვა ეს, ფული აღარ აქვთ და აქ მოვიდნენ რომ დაიძინონ. კარგი, მაშინ ყველა ერთად წავალთ ხვალ სკოლაში. იყვნენ აქ, რა მოხდა? კარგი, მე სამზარეულოში ვიქნები, ვეღარ ვითმენ, მაგრამ მშია.
დიანა, ეს რა არის? რას აკეთებს სმაილთან და რატო არ ეუბნები შენ საუკეთესო მეგობარს? არა, იანა, არასწორად გაიგე. სმაილმა იჩხუბა თავის დედასთან და მამასთან და დღეს ჩემთან რჩება. რა, ამიტომ. მაგრამ დიანა, რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი? საიდუმლოებს ინახავ? არა, იანა, სმაილმა მთხოვა არავისთვის მეთქვა. კარგი, ნამცხვარი არ მინდა. ვა, ბანანი შეიძლება. ეს ვინმე საჭმელია? ბრაუს, შენ აქ რას აკეთებ? ისე მე ნამცხვარი და რძე შევჭამე. სოსისები არ იყო. დიანა, მოდი, ბრაუს, რძე დაუსხი. სმაილ, კვერცხი და სოსისი უკვე შევჭამე. კარგით, ბიჭებო, იცოდეთ, აქ არაფერი არ აურიოთ. ხვალ დილით მოდიან მშობლები და ვერ უნდა გაიგონ, რომ აქ ხართ. თან სხვის სახლში ხართ სტუმრად და უზრდელობა არის სხვის მაცივრებში ესე ქექვა. ჩვენ სტუმრები არ ვართ, მეგობრის სახლში ვართ. სერიოზულად? ჩემდას ძინავს. დიანა, შენი პატარა და სახლშია? ხო, ჩუმად იყავით, თორე დანა თუ მშობლებს ეტყვის დიანას დაერხევა. კარგით, მოდით გადავწყვეტოთ ვინ საწვევა. მე დიანას ოთახში. მაგრამ იანა, აუცილებელია რომ დავიძინოთ. შეგვიძლია რამე სხვა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ. შეგვიძლია ფილმებს უყუროთ, მაგრამ არანაირი თამაშები, იმიტომ რომ ერთ-ერთი თქვენგანი მაინც თუ გააღვიძებს ჩემ დას, ის მშობლებს დაურეკავს და მშობლები ეგრევე გამოფრინდებიან სახლში. მორჩა დიანა, ხო იცი, მე ყველაზე ჩუმი ვარ. ბროვასტი! ანუ რა გამოდის, რომ უნდა მოვიწყინოთ აქ? ნასია, გართობა თუ გინდა წადი სახლში. კარგით რა, გართობა ახლა იწყება. თან ბიჭებსაც უნდა დავურეკოთ, რომ უფრო მხიარულება იყოს. ფეხბურთელო დიმა, მომისმინე, შეგიძლია მე-10-ჯიდან ბიჭები და მე-9-დან გოგოები დაპატიჟო და მოხვიდეთ, იმიტომ რომ დიანა მოიწყინა ძალიან. სად? სად დიანას სახლში რა თქმა უნდა. დიმა, ნაკლები ილაპარაკე, მიდი, დიანა გელოდება, ჩქარა. სიურპრიზი! ვაუ, თქვენ რას ჭამთ? მეც ძალიან მშია. დიანა, მადლობა მოწვევისთვის, ყოფილები არ უნდა დაგავიწყდეს. დიანა, ეს ხალხი შენ მოიწვიე? მე ძალიან მშია. ხო, მეც, მაგრამ არა უშავს, ისინი ნამცხვარს ჭამენ და ჩვენს გაგვიყოფენ. არა, თქვენ რა მეხუმრებით, საერთოდ ვინ დაგპატიჟათ აქ? არა, ეს ნამცხვარი ხვალინდელი საუზმისთვისაა. აქ რას აკეთებთ? ხო, საერთოდ რატომ მოხვედით აქ? სკოლის ავტობუსი სხვაგან გაჩერდა, თუ რა ხდება? დიანა, ეს ყველის პოპკორნი არის? არა, დიმა, ყველის პოპკორნი არ არის შენთვის. დიანა, მე და პატრიკი დღეს შენთან ვრჩებით. აბა რამე ოთახი არ გაქვს? მეხუმრებით, უკვე უნდა დავიტოვო ბროვასტი, სმაილი და ჩირილდერები. ყველა თქვენგანი ახლავე წადით საკუთარ სახლებში, გაიგეთ? დიანა, არ არსებობს, აქ ფეხით მოვედით. სახლში წავიდეთ? რა? თუ უბრალოდ დაბნეული ხარ? აი ვიპოვე, ვის უნდა ტირამისუს ნაყინი? და კიდევ ერთი რაღაც, მე ნაყინებს არ ვჭამ, პელმენები არ არის? აბა ვის გინდათ ნაყინი? გოგოებო, ჩვენ ნაყინი გვაქვს. ხო დედა, კი, ვსვავ წყალს. კარგი, მეც მიყვარხარ დედა. ბავშვებო, გაჩუმდით? დედა, იცი რა? აი ახლა შევედი სამზარეულოში და იცი რას ვხედავ? წვეულებას. აბა დიანა, მითხარი, გაერთე შენ წვეულებაზე? ჰა? დანა, მოიცადე, აგიხსნი, მე არ დამიპატიჟებია, ყველა თავისით მოვიდა, მართლა. დიანა, შენ სმაილიც არ დაგიპატიჟებია? არა, სმაილიც მათთან მოვიდა. დიანა, რატომ ატყუებ? კარგი, ყველა დიანას მეგობარი უნდა წავიდეს სახლში, ჩქარა. დანა. ეს გაიგონეთ, ყველანი სახლში წადით. სმაილ, ეს შენს გეხება. წადი ახლავე სახლში, თორე მიცოდე მამა ჩემს დავურეკავ, გაიგე? დანა, მე ხო ყოველთვის გეუბნები, როგორი კარგი გოგოც ხარ. გთხოვ, მამას არ დაურეკო. სმაილ, 1, 2. კარგი გასაგებია, აბა კარგად. სმაილ, წარმატებები, იმედია შეურიგდები შენ მშობლებს. და თქვენ რას აკეთებთ აქ? 3. კარგად. დიანა, არ გინდა რომ ამიხსნა ეს ყველაფერი მე? დანა, აღიარე, შენ გააკეთე ეს ყველაფერი, არა? დიანა, არ უნდა დაპატიჟო შენი შეყვარებულები ამ სახლში ნებართვის გარეშე. დანა, ახლავე წადი და დაიძინე, გაიგე? 1, 2. ალო, დედა, ძილინებისა. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერთ არხი, რომ დანამ არ უთხრეს ჩემ მშობლებს არაფერი, კარგად? დიმა, შეწყვეტე კანკალი, უბრალოდ ნათურა მოხსენი და ეგა. ჯანდაბა კოსტა, იცოდე მე ნათურის გამოცვლას აღარ ვაპირებ. დიმა, ანათებს ნათურა, უკვე შეგიძლია ჩამოხვიდე.
კოსტა კინაღამდენმა დამარტყა. დენი რამ დაგარტყა ნათურის შეცვლამ? ჩამოდი დროზე სანამ დირექტორის ხვების შეცვლასაც დაგავალებს. კოსტა, იცი მე რა გადავწყვიტე? დიანას რეპუტაცია უნდა დავანგრიო. დიმა, რაზე ლაპარაკობთ? კოსტა, მე ვაპირებ დიანას რეპუტაციის განადგურებას და შენც დამეხმარები. მას ყველა დაცინებს. დიმა, დარწმუნებული ხარ? ხო იცი თუ არ გამოგივიდა შენ დაგცინებენ. არა კოსტა, არ დამცინებენ. დიანას თითქმის 1 წელი ხვდებოდი. მისი ყველა საიდუმლო ვიცი. ნახავს დიანა როგორია ჩემი მიტოვება. ჯანდაბა, პრობლემები არ შეგექმნას, ამაში დარწმუნებული ხარ? კოსტა, სანამ რამეს გავაკეთებ, ყოველთვის ვფიქრობ. ჯანდაბა გოგოებო, არ ვიცი დიმას რა მოუხერხო, სმაილს უთხრა, მაგრამ მე ცუდად გაუსწორდება. დიანა, სმაილი რა შუაშია, ვერ ხედავ ჩემი ძმა თითქმის გაგიჟდა. ჯანდაბა დიანა, მე მგონი დიმას აღარ უყვარხარ. ხო, იმდენი ცუდი რაღაც გაგიკეთა უკვე. გოგოებო, ვაჩვენებდი სეირს, მაგრამ დაახლოებით 1 წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ჩემი საიდუმლოებები იცის და შეუძლია ყველას მოუყვეს მთელ სკოლაში. დიანა, ეს თაგვით უეცდება, რომ ვინმეს რამე უთხრა შენზე, ღამე მივალ, ბალიშს დავადებ თავზე და ისე შეეშინდება, რომ ჩაიფსამს. დიანა, არ ინერვიულო, ის ხომ ასეთი გმირია. დიანა, თუ ვინმეს რამეს ეტყვის, მეც ვიცი მისი საიდუმლო, რამდენიმე დღე ხომ ხვდებოდით მე და დიმა. ო, ნასტია, რა საიდუმლო? ნასტია, იქ ხომ თელმა სკოლამ იცოდა? არა, არავინ იცოდა, დამიჯერეთ. კოსტა, გაიგე როგორ დაგცინია? ხო, მერე რა? გეუბნები დიანას რეპუტაცია უნდა დავანგრიო. დიმა, ისინი გოგოები არიან, ყოველთვის იცინია. არა, დიანას მაგრა დაერხა, წამოდი. ჯიჯი, კარგი რა? პატრიკ, ნუ გრცხვენია, ჩვენ ხომ წყვილი ვართ, მთელმა სკოლამ უნდა იცოდეს. ო, ჯიჯი, გამარჯობა. პატრიკ, გამარჯობა. ჯიჯი, გთხოვ, ადექი. პატრიკ, დაწყნარდი. ბავშვებო, ცოტა დაგაგვიანდათ, 5 წუთით ადრე რომ მოსულიყავით, ძალიან მაგარ რაღაცას ნახავდით. ჯიჯი, რაზე ლაპარაკობ? შენ და პატრიკი როგორ ეხუტებოდით ერთმანეთს? მაგას ყოველ დღე ვხედავთ ისედაც. შეწყვიდე ჩვენი დაცინვა, ჯიჯი, ადექი. პატრიკ, დაწყნარდი. ბავშვებო, ძალიან მაგარი ჩხუბი იყო დიმას და დიანას შორის. იცით რა გაბრაზებულები ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს? ვა, იმედია დიმა მართლა გაანადგურა. არტემ, ის გოგოა. იანას რო ასეთი რაღაც გაეკეთებინა, მეც დავარტყამდი. ჰეი, რა იანა, არ გახსოვს რომ მე მხვდები მარიუსას? ხო, რა თქმა უნდა, მარუსას დავარტყამდი. მე რა გარტყავ შენ? ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება. შეიძლება ისე უყვართ ერთმანეთი. რომელი გრძნობები? ეს ნამდვილი ჩხუბი იყო. დიმა ამდენი ჩილილერის წინააღმდეგ. კინაღამ უკბინეს ერთმანეთს. ჯანდაბა, ჯული, ჩვენი ურთიერთობა საუკეთესოა. არტემ, ჩემი პაწუკა ხარ. ჯული, ხო გითხარი, მაგას ნუ მეძახი. კარგი, ანუ იჩხუბეს და რა, კალათბურთელებმა ვერ დაინახეს? არა, კალათბურთელებმა ვერ დაინახეს, მაგრამ იცი რა იყო ძალიან საინტერესო? დიანამ კინაღამ ტირილი დაიწყო. იცით რამდენი ხანი ველოდებოდი მაგ მომენტს? ვიდექი უბრალოდ. ჯიჯი, ისე ძალიან ჯიუტი ხარ. რა თქმა უნდა, ვის მოწონს საერთოდ დიანა? არავის. ხედავთ, არც მე. მეგობრებოს, არ დაირეკა? რა იყო, თქვენს მენაც დაკარგეთ? კალათბურთელებო, სად იყავით? თქვენი დიანა ტირი? ო, მიდით გავამხნევით, ცრემლებშია. ხო, დიმამ იმდენი რაღაც უთხრა. არ მესმის ჩვენ რამე გამოვტოვეთ? ჯიჯი, თქვენ რაზე ლაპარაკობთ? დიმა დიანას წინააღმდეგ წავიდა და შენ იმ მომენტში არც იყავი. მაგარი შეყვარებული ხარ. ჩემი პაწაწინა მე დამიცავდა. ო, რა თქმა უნდა, დაგიცავდა. იანას რო ჩემთვის ეგ დაეძახა, დავშორდებოდი. კარგი, წავიდეთ. შურთ, იმიტომ რომ პაწაწინას არავინ გეძახით? ნახე არტემ, შურთ, პაწაწინავ. ჯული, იცოდე მეორეჯერ აღარ დამიძახო. პაწაწინა. კარგი დიანა, შენი კარგი სახელი განადგურებული. დიმა, ამ ყველაფერს სად დააწებებ? კოსტა საბეფარეშოში, იქ ყოველთვისაა ხალხი. დიმა, ფრთხილად იყავი, დიანა მარტივად არ გატყდება, ის შურს იძიებს. რეპუტაციის განადგურების მერე შურისძიებისთვის ძალა აღარ ექნება. კარგი დიმა, წარმატებები. მორჩა, დიმა ფეხბურთელი დიანას გაკვეთილს ჩაუტარე. მოდი, კაკალი გავტეხოთ. აი მიდი, ნახევარი შენ დააწებე. დიმა, ეს ყველაფერი სიმართლეა? ხო, რაღაცები მოვიტყუე. მერე რა? ჯანდაბა, ასეთი რაღაცა მე რო გამიკეთოს ვიღაცამ არ მოვითმენ. ამას არც დიანა მოითმეს, მაგრამ რეპუტაცია აღარ ექნება და ვერაფერს გამიკეთებს. დიმა, მე დაგეხმარები, მაგრამ რო რამე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. კარგი კოსტა, შენზე არ ვიტყვი, შეგიძლია დაწყნარდე. გოგოებო, აბა დიმა დავამარცხოთ, რაღაც ეგეთ ხასიათზე ვარ. კი, დიანა, დავამარცხოთ, მე შენკენ ვარ. კარგი, დიანა, მზად ხართ? მზად ვართ. 1, 2, 3. აჰა, მიიღე. yes. აბა ძმაო, მზად ხარ?
კარგით. დავიწყეთ 1 2 3 4 დიანა, სად ხარ? რა დაგემართა? 1 2 3 Smile ძალიან კარგად ვარ, პირიქით შეჯიბრის ხასიათზე ვარ. მაშინ სად იყავით, როდესაც გჭირდებოდით? ხო, ყველაზე მეტად რო გჭირდებოდით, მაინდა-მაინც მაშინ არ ჩანდით. ხო, და ახლა ერთ-ერთი ყვირის, მეორე კიდე სადღაც დაბოდიალობს. კარგი დიანა, მოკლედ მითხარი, დიმა ისევ დაგსდევს. Smile, მას აუცილებლად უნდა მივხედოთ. არა Smile არ დამდევს. მე და გოგოები ვიყავით საფერფარიშოში და რომ გამოვედით, დიმა იყო და თქვა, არ მოაჯახუნოთ კარი. და ჩვენ უთხარით, რომ შენ აქ მარტო არ ხარ, ჩვენც აქ ვართ. ხო, მორჩა და მერე გაღიზიანება დაგვიწყო. ხო, და დიანას რაღაცეებს ეძახდა. კარგი, დავიჭერთ ამ პინოქიოს შესვენებაზე და მას ყველაფერი დაეკარგება. დიანა, ხო იცი, უბრალოდ ერთი სიტყვა და მას გავანადგურებთ. შენ ვერც კი შემოგხედავს. ბიჭებო, იცით რა არის ყველაზე ცუდი? დიმა რაღაცებს იტყუება და კოსტაც აყვა ამ ყველაფერში. ხო, მართალია, დიმას უჯერებს. ხო, კოსტას მშობლებს უნდა ვუთხრათ, რომ კოსტას აუკრძალონ დიმასთან მეგობრობა. ზუსტად და აი მერე ვნახოთ ერთი რას იზავს აბა დიმა. ინანებენ, რომ საქმე ჩვენთან დაიჭირეს. ხო, ყველა კვილი ჩამოუვარდებათ. ხო, თეთრები. კარგი, შემდეგ დასვენებაზე ვარჯიშის შემდეგ დიმას უნდა ვეჭხუბოთ. ვინ მოდის აბა ჩემთან ერთად? ჩვენ! ძალიან კარგი გოგოებო, ახლა კიდევ ვივარჯიშოთ, კალბურთელებო, ნუ გვაწუხებთ. 1 2 3 დიანა, ახლა რა მოხდა? გინდა რომ აქედან წავიდეთ? ხო, ვერ ხვდები საერთოდ რა ხდება. ბიჭებო, ჩვენთან მაინდა-მაინც მაშინ ახლა, როცა მართლა გვინდა ხოლმე თქვენი დახმარება, ამიტომ წადით. 6 ხო, Smile, დავილაპარაკებ შესვენებაზე. აბა ახლა ხელს ნუ გვიშლით. 7 8 ბავშვებო, მოდით დღეს კინოში წავიდეთ. რასაუდებით, საფირფარეშო მჭირდება. არაფერს არ შეეხოთ, თითის ანაბეჭდები არ დატოვოთ. ბავშვებო, ეს ფურცლები რა არის? რა მოხდა? ჩემი აზრით, ვინც გააკრა ჩვენთან ერთად იყო. მოიცადეთ, ბავშვებო, ნახეთ, დიანა არის ჩირლიდერი, რომელიც სწრაფი კვებით იკვებება. უფ! დიანა მასზე ბევრად უფროს მამაკაც შეხვდა. ვიცოდი და მას არავინ არ მიჯერებდა. დიანა ძილის დროს ხრინავს. ისეთი იდეალური არ არის, როგორიც გეგონათ. ბავშვებო, ნახეთ, ხომ გითხარით? დიანა შეყვარებულებს თავისი ტანსაცმელივით იცვლის. ხედავ პაწაწინა, მე ხო არ ვიცვლი შეყვარებულებს როგორც ტანსაცმელი, მე მხოლოდ შენ მიყვარ ხარ. აბა ვნახოთ, დიანა მატყუარა, თავის შეყვარებულებს ატყუებს, სირცხვილი. ბავშვებო, ნათელია ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დიანას რეპუტაცია დაუნგრიოს. ხო, და ამან იმუშავა. ბავშვებო, ნახეთ, კიდევ ერთი მესიჯი არის. დიანა ჩუმად იპარება სახლიდან, მის მშობლებს არ ეუბნება და ისე მიდის სხვადასხვა ქალაქებში. ხომ გითხარით, მამა ჩემ პოლიციელია, სადღაც დაიჭირა. ჯიჯი, მამა შენი პოლიციელია? დიანა გარეთ კორსეთს ატარებს, რომ წელში არ მოიხაროს. მეგობრებო, დიანა უნაკლო არ არის. ხედავთ, ამდენი ხანი რას გეუბნებოდით? მართალია გვირგვინი ადგას, მაგრამ იდეალური არ არის. უი, კიდე ერთი არის. დიანა კოცნისას ენას კბენს. არა, ეს სიმართლე არ არის, ეს ჩემი რაღაცაა. მოკლედ ვფიქრობ, რომ კალათბურთელებმა უნდა ნახონ. აბა ვის მოწონს ჩემი იდეა და ვინმე თანხმება? მე! გამარჯობა კალათბურთელებო, ქვევით ჩამოდით პირველ სართულზე საფირფარეშოში. თქვენ თვითონ ნახავთ რაც ხდება აქ. მოდით. რა შემიძლია თქვა? დიანა იდეალური არ ყოფილა. მარიუსა, ეს უბრალოდ ვიღაცის ჭორებია. ეს ნამდვილად ვიღაც ნაწყენი ბიჭის შურის ძიებას გავს. არტემ, შეხარ გაღიზიანებული პაწაწინა, ესენი ფაქტებია. რა მოხდა? ჩვენ რატო დაგვირეკეთ? ჩვენ თქვენთვის დრო არ გვაქვს, დიმას უნდა ვეჭხობოთ. Smile, დაშორდი დიანას, რაც შეგიძლია მალე. ჯიჯი, შენთან ყოფნაც დავიწყო? ატარებო, საბოლოოდ ჩვენგან რა გინდა? Smile, არაფერი გვინდა, უბრალოდ შენი დიანას რეპუტაცია განადგურებულია. როვასტი, ისინი რაზე ლაპარაკობ? წარმოდგენა არ მაქვს. აი, წაიკითხე ფაქტები დიანას შესახებ. Smile, ძალიან ბევრი ფაქტი არის დიანაზე და ძალიან საინტერესოები. აი, მაგალითად, ერთ-ერთი არის დიანა უფროს ბიჭს ხვდებოდა. კიდე არის დიანა კოცნის დროს ენას კბენს. კიდევ არის დიანა სხვა ქალაქში მიდის. კიდე არის აქ რაღაცას ისვამს, რომ წელში არ მოიხაროს. კარგით, მოიცადეთ, არაფერი აღარ მადარდებს. ერთი რაღაც მითხარით. დიანა მასზე უფროს მამაკაც მართლა ხვდებოდა? კი. Smile, მგონი საქმე სერიოზულადაა. აი დიანა მორჩა, ახლა დაკარგავ შენს კალათბურთელს. ბრაუს, წამოდი, იმას კი არა, დიანას დაველაპარაკ. ხო, Smile, ამას ასე ვერ მივატოვე. ხო, წამოდი. ბავშვებო, დიანა ძალიან მაგარ შარშია. ხო, თავისი კალათბურთელი დაკარგა. ხო, კოსტა, დიანას რეპუტაცია განადგურებული. ვერ ვიჯერებ დიმა, ამან მართლა იმუშავა. დიმა, მოდი აქ, ჩქარა. დიანა, შენ თვითონ მოდი აქ. ხო, სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. დიმა! Smile, რა ხდება?
ხო, ჩვენთან საჩხუბრად რატო ემზადებით? ამ თაგუმა რამე ხომ არ გითხრათ? დიანა, იცოდე, ასეთი ცუდი რეპუტაციით მე და შენ ერთად ვეღარ ვიქნებით. დიანა, ვფიქრობ შენზე ყველაფერი არ ვიცი. სანამ ამას არ გავიგებ, ჩვენი ურთიერთობა შეჩერებულია. აჰა, ალელუია, გოგოებო, რას გეუბნებოდით ამდენი ხანია კალათბურთელები არ გჭირდებათ, რაღაცეებს იტყუებიან სულ. ბიჭებო, რამე მე მათნაირი რეპუტაცია არ მაქვს. ნასტია, სმაილ, ანუ ასეთი ყოფილ ხარ, როცა პრობლემები მაქვს და მჭირდები, მაშინ ვემშორდები, არ მოველოდი ამას. არც მე არ მოველოდი ბროვასტი ამას შენგან. დიანა, შენგან მართლა არ მოველოდი, რომ შენზე უფროს მამაკაც შეხვდებოდი. რა, სმაილ, რას იცახი? შენ ჩემხელა ხარ და დიმა იყო 1 წლით პატარა. დიანა, არაა საჭირო, კედლებზე უკვე შენზე ყველაფერი წერია. რა, სმაილ, საერთოდ რას იძახით? აი ხომ გითხარით, აი ეგ თაგვი ახლავე მოკვდება, გაგვატარეთ? ნება მიეცი წავიდნენ და წაიგეთ. ასეთ გოგოს მე ვერ შევხვდები. ხო, მე სხვა ვიღაცას ვიპოვე. კოსტა, მორჩა, დიანა განადგურებული, იმა თუ ისინი გაიგებენ, ჩვენ გავნადგურდებით. არა, ვერ გაიგებენ. გოგოებო, ამას შეხედეთ. იანა, ამას ვინ გააკეთებდა? ხომ გითხარით, ჩემი ძმა იყო. რა? მორჩა, დიმა მკვდარია. აი ხედავ, პაწაწინა, მე ხო არ გღალატობ შენ და ძალიან ბევრი შვილი გვეყოლება. ეგ თაგვი მოკვდება ახლა, გაგვატარეთ. რა, სმაილ, რას იძახი საერთოდ? რაზე ლაპარაკობთ? ეგ თაგვი მოკვდება ახლავე, გაგვატარეთ.